მადლობა ბენს, გამარჯობა მოგესალმოთ ვანო შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. ვიწყებ ცენტრალური თემით. გილოცავთ მეგობრებო, არ ვიცი ეს თქვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე რამდენად იმოქმედებს, მაგრამ გეტყვით რომ ქართულმა ოცნებამ ახალი ოფისის პრეზენტაცია გამართა. ძალიან დიდი გრანდიოზული შენობა ააშენეს, აი ულამაზესი, დიდი. ფიქრობ, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვიფიქრე, რისთვის უნდა გამოიყენონ ეს ამხელა შენობა. აი რისთვის არ ვიცი. ნუ არა ახლა ნუ კაი გასაგებია, რისთვისაც შეიძლება, მაგრამ 26 ოქტომბრის მერე რისთვის უნდა გამოიყენონ ეს ამხელა შენობა? აი 3 თვის გამოიხა ამხელა შენობის აშენება, აი რა ვიცი, რა ისე აქვს სიხარბე აქვს ეს 3 თვის გამო ამხელა შენობა წამოჭიმეს. ულოცავ ქართულ ოცნებას ამ ნოვოსელიას, ნუ სხვა სიტყვებითაც მიულოცავდი, მაგრამ ამჟამად ქართული ოცნების კურსს და რიტორიკას უფრო ნოვოსელია უხდება. ნუ პრეზენტაციას ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, ნუ ივანიშვილი ყველაზე ესეთი რაც თვალში მოხვდა ადამიანს ის იყო, რომ პირბადით მივიდა ოფისის პრეზენტაციაზე. სხვას არავის ეკეთა, მხოლოდ ბიძინას ეკეთა პირბადე. ეთყობა გლობალური ომის პარტიის გარდა, გონია რომ გლობალური ომის ვირუსიც არსებობს, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნეს. ახლა კი გაგეცინათ, მაგრამ 100% დარწმუნებული ვარ, რომ ეს მართლა ასე გონია, ანუ რომ მხოლოდ მისთვის პერსონალურად შეიქმნა გლობალური ომის ვირუსი. ნუ ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, რომელთა წინაშეც სიტყვის წარსდგა მათივე ერის მამა. ნუ ბიძინა ივანიშვილი რა თქმა უნდა. ნუ ბატონმა ბიძინამ ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის თავზე მართალია ხალხისთვის სასიკეთო რამე ახალი დაპირება არაფერი არ თქვა, მაგრამ სამაგიეროდ კაცრად განაცხადა, რომ ნაციონალებს მოუწევთ პასუხისგება, როცა არჩევნებს მოვიგებთო. კარგით რა ბატონო ბიძინა, კაცო, რაღაცა დროს ნაცებია, გამაგებინე რაღაცა დროს, თქვენ კი არა, თვითონ ნაცები იძახიან მაგ ფრაზას. პარტია ხო რამდენჯერმე ხო გაიყო და რომელიღაცა დანაყოფი, რომელიღაც დანაყოფსი ამბობს, რომ ნაცები უნდა გასამართლდნო. ამიტომ რაღაცა ახალი გაქვთ მოსაფიქრებელი. რაღაცა ახალი. ნუ ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე რამდენიმე გამოსვლელი იყო. ირაკლი კობახიძის გამოსვლიდან დამამახსოვრდა ერთი არაჩვეულებრივად განსაკუთრებულად საინტერესო ფრაზა. მოდით ნახოთ რა გვახარა ბატონმა ირაკლი. სულ მცირე 12 წელიწადი არც ერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 12 წელიწადში მთელ ერთ ტვინი ექნება სრულიად გამოლაყებული. აბა წარმოიდგინეთ 12 წელი რომ კობახიძეს უსმენ, ტვინი ავტომატურად იწყებს ლღობას და გადადის გამოლაყების სტადიაზე. ნუ ირაკლი, მთავარია ეს არჩევნები წააგოთ და მე 12 წელი კი არა, 20 წელი სულ მოიგებთ, სულ. მე გაძლევთ ამის პირობას. ოღონდ მოიგებთ ნარდში, დომინოში, ჯოკერში, რა ვიცი, იმიტომ რომ არჩევნები თუ წააგეთ, ამის მეტი საქმე თქვენ არ გექნება, დამიჯერეთ. აი დომინო, ნარდი, ვინ ვის მოუგებს, ამაზე იკამათებ და ასე შემდეგ. მეგობრებო, არ შეგაშინოთ ირაკლი კობახიძის ნათქვამმა. ამ არჩევნების შემდეგ თუ ვერ დავამარცხეთ ქართული ოცნება, 12 წელი დავიცადოთ კიდე და ოპოზიცია თუ არა ასაკი მოუღებს ბოლოს ამათ. ასაკი! ოცნების ახალი ოფისის პრეზენტაციაზე საინტერესო კომენტარები გააკეთეს მოწვეულმა სტუმრებმა, რომელი ერთი გავიხსენ, ნუ არ მინდა ახლა ბევრის გახსენ, მოდი ყველაზე საუკეთესო რომელიც იყო დასამახსოვრებელი ეს კომენტარი ვნახოთ, რომელიც თემურ თათარაშვილს ეკუთვნის, მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. რა აქედა რა. მომდება ტრაქში მტენი მაგას, გადი რა აქედა. მაინც ხართ ქართულ ოცნებას. იმიტომ მაგრები არის. გაიგონეთ თემურის კომენტარი, მე მინდა მივმართო ჟურნალისტებს. ჟურნალისტებო, თხოვნა მექნება, ხმა რომ უფრო უკეთესად აიღოთ, ჯობია ბუმით წახვიდეთ ხოლმე. ბუმი ხო იცით რომელია? აი ახლა ასე ვერ აგიხსნით ახლა. აი პირადად შემიძლია განახოთ. აი ასეთი მიკროფონით ემზადებით, ხო აი ესეთი გრძელი.
ასეთი მიკროფონით ემზადებით ყველა აბსოლუტურად შეხედე აი ესეთი თქვათ გამოჩნდა ბატონი თემური კითხვები გვაქვს ბატონი თემური სადმი მიხარ კითხო მაქვს რაღაც ჩვენს ვამთ კითხვებს რა აქედა რა უხერხულობა შენ ამის ახლა მომდება ტრაქში მტენი მაგარ გადი რა აქედა შენ მაინც ხარ ქართულ ოცნებას უბრალოდ ჩვენს ვამთ კითხვებს ბატონო ჩვენ ჟურნალისტები აი ესეთი რაღაცა ხო შეიძლება რომ უფრო კარგად რო გაისმას ამას არაჩვეულებრივი ფუნქცია აქვს განსაკუთრებულად სუფთად იღებს ხმას ღონისძიებაზე დამწრეებს და მათ კომენტარებს როცა უყურებ აი აქ ჩანს ყველაზე უკეთ ვის ხელში ვართ ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გადავწყვიტოთ ევროპა გვინდა თუ რუსეთი დასავლეთი გვინდა თუ ჩრდილოეთი ვიოლა ფონ კრამონი გვინდა თუ დოდოშკა Coldplay გვინდა თუ ქუჩის ბიჭები ჯეიზი გვინდა თუ თემურ თათარაშვილი თავი ქუჩი თუ მიკროფონი სადღაც აი რომელიღაცა უნდა ავირჩიოთ რაღაცა ძვირფასო მეგობრებო პრეზენტაციაზე გაიჟღერა დაუჯერებელმა ინფორმაცია ახლაც კი ვერ ვიჯერებ აი ამ ამბავს მოდით ნახოთ ეს ინფორმაცია მე არ ვთქვათ რომ ვანო მოიგონაო ქართული ოცნება და ხალხის ძალა საპარლამენტო არჩევნებში საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას გესმით ხალხო რა მოხდა ქართული ოცნება და ხალხის ძალა გაერთიანდა აი რა დავარქვა აი ამას არ ვიცი ეს არის პოლიტიკური სილამაზე რაღა ეგ შეერთება და რაღა არაგვირო მტკვარს უერთდება აი არ ვიცი თვალი ვერ მოვწყვიტე აი ამ ინფორმაციას ისე მომეწონა ნამდვილად არ მეგონა თუ ეს ორი დაუძინებელი მტერი გაერთიანდებოდა არ ვიცი არჩევნებაზე როგორ მიაღწევენ რომ არ დახოცონ ერთმანეთი ეს ხალხის ძალა ხო ღიად პრორუსულია და მაგიტო ეზიზღებათ ქოცებს თვითონ ოცნებას მაგიტო სავარაუდოდ ალტინფოს სიძულვისაც დაძლევენ მალე რომ არჩევნები მოიგონ და შემდეგ განაგრძონ სვლა ევროპისკენ საარჩევნო სია ვახსენე და აქვე გეტყვით ახალ ამბავს გავრცელდა ხმა რომ ქართულ ოცნებას სიაში არ შეყავს დიტო სამხარაძეო აი ჩამწყდა გული 26 ოქტომბრის შემდეგ დიდი პოლიტიკოსი ტოვებს პარლამენტს შეიძლება ითქვას დიტო სამხარაძე მყრალ ენას ლურსმანზე ჩამოკიდებს წარმოიდგინეთ დიტო სამხარაძეს სიაში არ შეყავთ არადა რამდენი იგინა რამდენი ილანწყა რამდენი ღვარძლი აფქვია რამდენი უკადრებელი იკადრა რამდენი იკაცა მაგრამ სიაში მაინც არ ჭირს მე როგორც გავიგე ბიძინას მოთხოვნა ყოფილა სამხარაძე სიაში კი არა ჯერ სკოლაში შეიყვანეთო და სასწავლებლად მიდის ოღონდ სადმე საზღვარგარეთ უნივერსიტეტში კი არა ნახალოკის საჯარო სკოლაში მე-10 კლასში საიდანაც შეწყვიტა სწავლის პროცესი ისევ იქიდან აგრძელებინებენ მოდი დედაქალაქში გადმოვინაცვლოთ ნახოთ კახიკალაძის განცხადება ქალაქში არსებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და შემაწუხებელ პრობლემაზე ქალაქში პარკირების პრობლემა არ არსებობს ერთი სიტყვა დააკლდა ამას ჩემთვის ქალაქში პარკირების პრობლემა არ არსებობს კახი ჩაამატე ხოლმე ჩაამატე ეს თითო სიტყვები ჩაამატე ეს ისეთი ნაკლია შეიძლება საცობებზეც თქვას რომ საცობები არ არსებობს შეიძლება რა ვიცი ენაზვალი არაა კილაპარაკე რა მნიშვნელობა აქვს პარკირების პრობლემა არ არსებობსო მე ვფიქრობ რომ ეს განცხადება არ ყოფილა კახი გვეთამაშება მიხვდით ძვირფასო მეგობრებო თამაშის შინაარსი ასეთია უნდა თქვა მაქსიმალურად უაზრო წინადადებები აი კარგი რა შეიძლება რომ ჩვენც მოვიფიქროთ ეგეთივე მაგალითად ზღვაში წყალი მშრალი ან კიდე მბზე ბნელია კიდე რა შეიძლება კოსმოსში ჟანგბადის პრობლემა არ არსებობს არ არის კახისი მაინც ყველაზე ძლიერია ჩვენ ვერ შეგეჯიბრებით კახი ამ ამბავში ერთი ინფორმაცია გავრცელდა გუშინ რომელსაც გვერდს ვერ აუვლით ძვირფასო მეგობრებო მოდით ნახოთ რა მოხდა ქუთაისში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს წაღებულია შორტები მაისური საზაფხულო ჩუსტები ეს ნიუსი ესე უნდა გაგრძელებულიყო მოიპარა და დააწვა პირდაპირ ურეკში სამართალდამცავება დამნაშავე ცხელკვალზე პირდაპირ სანაპიროზე დააკავეს შლოპანცები ეყარა პლაჟზე და თვითონ ზღვაში იყო შეთქაფუნებული ანუ ზღვაზე უნდა გამოზიდა რაც სჭირდებოდა ისინი აკრიფა და წავიდა
მინდა ძვირფასო მეგობრებო, მაინც შევეხო ოპოზიციის თემასაც, გაერთიანებას და ზოგადად თავდაუსხმელობის მემორანდუმზე მინდა ვილაპარაკო. აი ეს პარტიებმა რომ ხელი მოაწეროს, ერთმანეთს თავს არ დავესხმებითო. როგორც ვაკვირდებით, არსებული მემორანდუმი ვერ მუშაობს. ამიტომ მე ყველა ოპოზიციური პარტიას ვთავაზობ ახალ მემორანდუმს. აი ახლა უყურეთ, მე ჩამოწერილი მაქვს პუნქტები ძვირფასო მეგობრებო, რომელიც გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დადებით შედეგს არჩევნებზე. დავიწყოთ, რადგან თავდაუსხმელობის აქტმა არ გაამართლა ძვირფასო ტელემაყურებელმა, მე ვთავაზობ ოპოზიციას ახალ აქტს. ეს არის თავაშვებულობის მოთოკვის მემორანდუმი. ყველაფერზე გაქვთ ხელი მოწერილი და ამაზეც რო გქონდეთ მოაწეროთ ხელი, ყველანაირ ფურცელზე გაქვთ ხელი მოწერილი. თავდაუსხმელობის მემორანდუმის პირველი პუნქტი, რომელიც ყველა უნდა გაიმეოროს. ჩვენ ვართ ოპოზიცია. ეს ფრაზა, ჩვენ ვართ ოპოზიცია. ეს უნდა იმეოროთ ყოველ დღე 7 გზის. რადგან ჯერ თქვენ თვითონ უნდა დაიჯეროთ, რომ ხართ ოპოზიცია, სალამ ხალხს დააჯერებთ. ასევე მოვითხოვთ, რომ ლელომ არ ლანძღოს გახარია და ნაცმოძრაობა, გახარიამ არ ლანძღოს ახალი და ნაცმოძრაობა, ახალმა არ ლანძღოს ნაცმოძრაობა და გახარია და ნაცმოძრაობას უსურვებ გამძლეობას და სულიერ სიმტკიცეს. ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა არის ის, რომ ნიკა მელიამ აღარ იცეკოს, სანამ არჩევნები არ ჩაივლის. იმიტომ რომ მისი ცეკვა ხელს უშლის და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მოვითხოვ, რომ პაატა მარჯგალაძე და გრიგოლ გეგელია მინიმუმ 2 დღე მაინც არ გამოჩნდეს არც ერთი ток-შოუს ეთერში. ეს ამ მემორანდუმს არ ეხება, ეს უბრალოდ ჩემი მოთხოვნაა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ხალხს რომ ამ პოლიტიკოსების მონატრების საშუალება გქონდეთ. რაც შეეხება საბა ბუაძეს, მას ეკრძალება ტელეკომპანია პირველზე გადაცემაში ყოფნისას მომდევნო გადაცემის სტუმარზე შეურაცხყოფის მიყენება, რადგან მომდევნო გადაცემის სტუმარიც თავად არის. ოპოზიციონერებს ეკრძალებათ იმედზე და პოსტივიზე სტუმრობა, წესით ამის ჩაწერა არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ ზოგიერთი ისია გამოჩენაზე დახამებული, რომ შეიძლება ესეც იკადროს. ასევე მოვითხოვთ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა მონათლოს ოპოზიციური პარტიების ლიდერების ბავშვები, რომ ამ გზით მაინც გაერთიანდეს ვინმესთან. ამ მემორანდუმის ფარგლებში ასევე მოვითხოვთ, რომ რომან გოციძემ მოიზარდოს თმები და დაუბრუნდეს კლუბურ ცხოვრებას. ეს ისე უბრალოდ გვაინტერესებს, როგორ გამოიყურება კლუბური ცხოვრების დროს. და ბოლო პუნქტი, მინდა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გაითავისოს, რომ მთავარი დასამარცხებელი ძალა არის რუსული ოცნება, ამიტომ კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ამ რუსული ოცნების დასამარცხებლად 26 ოქტომბრამდე პოლიტიკურმა ირემმა, პოლიტიკურმა ლომმა, პოლიტიკურმა ანტილოპამ და პოლიტიკურმა მელიამ ერთად მოძოვონ ბალახი. და კატეგორიულად მოვითხოვ, რომ აი ამას მობრძანდით და ხელი მოაწერეთ. ყველამ აბსოლუტურად ჩამოვწყლივდებით ხოლმე და რო აწერთ ხელებს, ამასაც მოაწერეთ ხელი. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, იმიტომ რომ თქვენი გამოსწორება არ იქნება. იმედია ოპოზიციური პარტიები გაითვალისწინებენ, რომ ჩემ შემოთავაზებას, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი უნდა დაიზრას, ეს პროცესი ბოდიში მანდ რა ხდება? რა ხდება მანდ? რა ხმაურია? თემურია თათარაშვილი? თამურა ბოდიში საუგარ ჩვენ შოუს მუსიკალურ აფორმებს თამურა ბენდი თამურა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. ბატონო თემურ, მე ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია სამოქალაქო აქტივისტი ბატონი დათო ქაცარავა. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმომადგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი. სანდომის ახალი ვაფლი ტოპი ხრაშუნა და მუდამ ახალი. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის პარტნიორია Voice G.
ხმის ბანკი, სადაც შეგიძლია შეარჩიო ხმა შენი სარეკლამო რგოლისთვის ან ავტომოპასუხისთვის. Voice G, აქცია ტექსტი, აუდიო ჩანაწერად. აგრეთვე ფანოშოუ სპონსორია გალერეა Room Design. მხოლოდ ევროპული ბრენდების ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი გალერეა Room Design შეიგრძენი კომფორტი ინტერიერში. აქვე ვიდეო შეგახსენოთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე. შაბათის შოუ ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ შეჯიბრი ქართული ოცნების წევრებს შორის სახელწოდებით ვინ რატომ უნდა მოხვდეს საპარლამენტო სიაში. ბატონი გიორგი, ბატონი ვასილ ხაკაძე, ჩვენ ეს რა არის? გაგზეთ გულმარ არის. რას აკეთებ ბიჭო, რას აკეთებ შეუვიცო შენ? კოვიდ პანდემია უკვე 2 წელია რაც დასრულდა. შემართლა უვიცო შე რაღა დროს კოვიდია ბიჭო, ეს არის თხევადი ვაზელინი. ყოველთვის ზარდუნდა ვიყო, ყოველთვის ჩიპით ვატარე. ამ თორობას ვენაცვალებე. გასაგებია, მოდი ახლა დავიწყოთ ჩვენ შეჯიბრი, ანუ ვინ რატომ უნდა მოხდეს ამ 2024 წლის არჩევნების საპარლამენტო სიაში? თქვენი ვერსიები, ანუ რითი ხართ გამორჩეულები მაინტერესებს. ვინ დაიწყებს? მე დავიწყებ. ბატონო, იცით მე ამაზე მეტად რატომ ვიმსახურებ საერთოდ საპარლამენტო სიაში მოხვედრას, იმიტომ რომ ქართული ოცნებისთვის ბოლო თეთრი მაქვს შეწირული და ეს რომ არ იყოს საკმარისი, მე ავდექი და თირკმელი და ფილტვით შევწირე. თუ ესეც საკმარისი არ იქნება, მეორე ფილტვს და თირკმელსაც შევწირავ. ოღონდ სიაში მოხვდე და მზად ვარ, არ ვისუნთქო და არ მოვფსა მთელი ჩემი ცხოვრება, აბა? რაღაცა დასახურება აქვს ახლა. მე იმიტომ უნდა ვიყო სიაში, რომ სპეციალურად 20 ცოლი მოვიყვანე ბატონო და 20-ვესთან 1000 შვილი მყავს. 1000 შვილი, აბარა, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფთარო ჩემი მქონდეს. ჩემი მყავდეს პირადი ბატონო. იცი მე რატომ ვიმსახურებ სიაში ყოფნას, იმიტომ რომ ჩემს გოგონას ბიძინა ივანიშვილი დავარქვი. აბა? ბოთე, სულთა ბოთე. მე ჩემს გოგონას ბატონი ბიძინა ივანიშვილი დავარქვი. საერთოდაც 2012 წელს ჩემს ტყუპ გოგონებს სახელები გადავარქვი და ბიძინა და ბორია დავარქვი. ბატონო, მე რატომ უნდა ვიყო სიციაში? ოღონდ ეს არ იყოს, მე უნდა ვიყო. თქვენ უნდა იყოთ. მე ისეთი რამის გამკეთებელი ვარო და წარმოიდგინე თემურ თათარაჩინმა რაც უთხრა ჟურნალისტებს. მაგ იდეას ხორცს შევაცხავ და რეალობად ვაქცევ. აი, ეს უკვე შეიძლება ჟურნალისტებთან პოლემიკაში შეეხება. ჯერ ერთიც მე იმიტომ უნდა მოხდეს სიაში, რომ ძალიან ძლიერი ნებისყოფა მაქვს. ქართულმა ოცნებამ არჩევნები რომ წააგოს, მთელი ერთი კვირა ისევ ქართულ ოცნებაში ვიქნები. გადაბარგებამდე. ეს იქნება ნებისყოფის რეკორდული მაჩვენებელი. ერთი კვირა შეუძლია გაძლოს. მე უნდა ვიყო, მე იცი რატომ? 12 წელიწადი TV-ს უყურებ და twin ისე მაქვს გამორეცხილი ნებისმიერი შემიძლია დავიჯერო. აი ნებისმიერი. აი მაგალითად ესეთი რაღაც თუ შეიძლება რომ ევროპაში ახლა უკვე იბადებიან ორსქესიანი ბავშვები. ღმერთო, რას ამბობ, ვანო? ევროპისკენ გახედვა არ მინდა. დაიჯერა. გამორეცხილი მაგრამ მე ვიმსახურებ. ქართული ოცნების მე იმიტომ მინდა სიაში, მე ისე მინდა ქართული ოცნების სიაში მოხვედრა, რომ მზად ვარ ბატონი ბიძინას სახელი კერძზე ამოვისვენიგო და მთელი ცხოვრება ტატუატარო. ტატუატაროს. რაგაცინებს, ბიჭო, რა ვთქვი, სასაცილო ერთი. კი ავიშინო, ბატონი ბიძინა, შაშაზე მატერია. აბა შემახედე? კი ატერია. აჯან ეკავა ტუში მთავრდება. აბა შენ ტატუთი ვერავის გააპირებ. გამოხედე? მიყვარ ხარ ბატონო ბიძინა ვერე აღარ ჩანს. ზემოთ არის იყო? ზემოთ. სათმაჯობა ამას უყურე. აი ბატონო, ეხლა ვიტყვი და მიხვდებით რატომ უნდა ვიყო პირველი სიაში. შეიძლება აბა დამაჯერებთ, უნდა დამაჯერებთ. პორტუგალიასთან მატჩი საჯირო ვარის შესამოწებლად წავიდა და მთელი ქვეყანა ფიქრობდა ნეტა რას იტყვისო. აი მაგ დროსაც კი მე ბატონ ბიძინაზე ვფიქრობ. დიახაც, იმიტომ რომ მიყვარს ჩემი ბიძინა. მოიცა ერთი წამი ხა შენ ასებობ რომ ჩემზე მეტად გიყვარს ბატონი ბიძინა? შენ იცი? მე შემიძლია ბატონი ბიძინა 15 სიტყვაში შევაქო.
15-ში. მე შემიძლია 10 სიტყვაში შევაქო, რა პრობლემაა? მე შემიძლია 5 სიტყვაში შევაქო. მე შემიძლია უსიტყვოდ აუხსნა ბატონიძინა სიყვარული. უსიტყვოდ შეაქო. უსიტყვო? დიახა, რანაირად? შია, გამჩატლა. ამით ამას რა. მე უნდა ვიყო სიაში. მე პარტიის ისეთი ერთგული ვარ, საერთოდ განსხვავებული აზრით მნიშვნელობაც კი არ ვიცი. ამას უყურეთ ეს შენიცი მე იმიტომ უნდა ვიყო ქართული ოცნების სიაში რომ ცოლს სპეციალურად დავშორდი მე სხვა ცოლი მოვიყვანე ჩემი ცოლი გავათხოვე იმიტომ რომ 4-ვეს ქართული ოცნებისთვის მიგვეცა ხმა სერიოზული გეგმა მე იმიტომ უნდა ვიყო სიაში რომ მე შემიძლია 4 წლის განმავლობაში პარლამენტის ხელფასი საერთოდ არ ავიღო და რაღაც გადმოგდებული ქთამით ვიარსებო. ბიჭო, დიახაც მე როგორ არ უნდა ვიყო ქართული ოცნების სიაში ადამიანი, რომელსაც შეუძლია ოპონენტს, აქტივისტ, ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ვაგინო, დედა, ჯიში, ჯილაკი, კეთილები და საერთოდ ყველაფერი პარტიისთვის ვიკადრო, გესმის შენ? ანუ რა გამოდისო დიტო სამხარა და შენს გამო ამოაგდეს სიდან შენ საერთოდაც მე იცი მე იმიტომ უნდა მოვხვდე ქართული ოცნების სიაში რადგან ბიძინა ივანიშვილის ფეხსაცმელი სულდაცული უნდა იყოს მოიცა ბიძინა ივანიშვილის ფეხსაცმლის დაცვა დამცველი შენ ხარ აბა დიახ მე ვარ რამდენი წყვილს იცავ ყველას ყველა წყვილის ფეხსაცმლის დაცვა შენ აბა მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ფეხსაცმლის დაცვა მაინც შეძურა სიაში ჩატლაჭკა საერთოდაც მე იცით რატო უნდა მოვხვდე ქართული ოცნების სიაში იმიტომ რომ 9 კლასი როგორც კი დავამთავრე 10 კლასიდან გამომაგდეს ეგრევე ამაზე რაღა უნდა უპასუხო აი სისულელეა რა ურაკნეს ბიჭო აუ ამაზე მიზეზი რა უნდა მოვიფიქრო ხა просто ნერვები მეშლება просто აი ნერვები მეშლება ხა 11 კლასი დავამთავრე და რა სიკაჩები მე ვერ გავიგე არა რა სიკაჩები ძალიან მაინტერესებს ჩემ მაიჩემეს ეს 11 კლასი სწორი ვამთავრე 8 კლასს კაი ახლა საწყენად კი არ მეთქია გაწ ეს ფაქტია მაგის გამო მე 5 და გამოსული ყავ მაგის გამო ვერ უნდა მოხდეს ახლა სიაში არა შემბრალი ჩემ მე ფეხსაცმლის დაცვა ისედაც შევალდა მოდი ლარინები ვაგზელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე სრულნაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია Sandomi. Sandomi-ს ახალი ვაფლი ტოპი ხრაშუნა და მუდამ ახალი. Sandomi ყველაზე ტკბილი ზღაპარი. აგრეთვე გადაცემის პარტნიორია Voice-ი, ხმის ბანკი, სადაც შეგიძლია შეარჩიო ხმა შენი სარეკლამო რგოლისთვის ან ავტომოპასუხისთვის. Voice-ი, აქცია ტექსტი, აუდიო ჩანაწერად. მანაშოუს სპონსორია გალერეა Room Design. მხოლოდ ევროპული ბრენდების ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი გალერეა Room Design შეიგრძედი კომფორტი ინტერიერში. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლია ჩვენს YouTube არხზე შაბათის შოუ ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზელებთ გადაცემას მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ნომერი ქართული ოცნების ოფისის გახსნიდან მღერიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ჩვენი ახალი პერსონაჟი ქალბატონი ნინო წილოსანი. აქვე მინდა შეგახსენოთ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდი სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკა Firpaso მეგობრებო მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი დათო ქაცარავა. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.
რატო ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან სტუმრად პირველად ხარ ხო სტუმრად და მინდა პირველი ახლა რაც უნდა კითხო ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ გაქვს დღეს უკვე ისევა რომ ისინი რო არ ელოდებოდნენ ისე რა მოკლედ რა კარგად გამოიყურები მინდა აღნიშნოს ეს ამბავი რა იმიტომ რომ ის ჯალათები და დამკვეთები სავარაუდოდ გეგმავდნენ რომ დიდი ხანი გამიშვებდნენ კურორტზე რაღაც დასასვენებლად რაღაცა ან ლოგინში და ხო იცი მაინც გადავიღალე ბოლო 7 წელს განმავლობაში მაგრამ ხო და იცი რა არის თან ახლა დეტალებზე არ მინდა იქ კონკრეტულად იმიტომ რომ ამ გადაცემის ფორმატი არ არის ახლა ხო მაგრამ ნუ ალბათ ყველა აგებს პასუხს მომავალში ხო რაღაცა 3 თვე არის დარჩენილი 3 თვიანი სპრინტი გვაქვს ახლა გასავლელი და მე ხო იმედი მაქვს რომ აგებენ პასუხს ხო მაგრამ აქ ერთი ამბავია რომ შენ სასამართლოში დაზარალებულად გწნეს მაგრამ ბრალდებულიც ხარ ნუ ეს უნიკალური ფაქტია რა ხო იცი რა უნიკალური აღარ არის რა იმიტომ რომ მე ესეთი უნიკალური აღმოჩნდი ამ კუთხით რა უკვე მეორე საქმეა სადაც დაზარალებულიც ვარ და ბრალდებულიც რა წარმოვიდგინე რა ადრეც გქონდა ეგეთი ხო ადრეც გქონდა რა იქ ერთი ამბავი იყო დათა პაპასთან რა ყველა მეცი დათა პაპა ხურვალეთში მოკლედ ჩავდიოდი ხშირად სანამ ცოცხალი იყო ეხლაც ვალებებოსთან მეგობრობთ და ვაგრძელებთ მასთან მეგობრობას და მოკლედ დათა პაპას ჩავუტანე წამალი რა რაღაცა მთხოვა რომ რაღაც წამალი ჩამომიტანეო და დამახვედრეს მოკლედ ბრგე ვაშკაცები რა დღეს უკვე ვიცი ხა ვინც დამახვედრა და ვინც იყო ამის ორგანიზატორი რამდენი კაცი 4 იყვნენ ხო და მოკლედ ნუ ისე გამოდგა რომ ხო რა ნუ იმათაც მოხვდათ კარგად რა მაგრამ მარტო ვიყავი თავს ვიცავდი რა ხო ნუ თავს დაგესხდები თავს დამესხდნენ რა ხო 4 კაცი მომიგზავნეს თავს დამესხდნენ თავი დავიცავი თან პოლიცია იქვე იყო უყურებდა ამას და ნუ ერთი რამდენიმე წუთი გვაცადეს რა სანამ ჩხუბი ხო ჩხუბი რო შეხედეს რა ეხლა ბოლოს ნუ გაიყვანეს ესენი მე აქედან აგიჟებული ვდგავარ ყველი ვარ აგინებ ამათ მეთქი სად მედიხართ მოდით ხო ამბავი გავაგრძელოთ ხო და ერთს გაუტყდა ეთყობა რა იქ რა ხო და რაღაც დაითრია ჯოხი და წამოვიდა ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯი და მეთქი ჯიგარი ხარ თქო რა მოდი ხო და გამოიერეთ 5-6 ნაბიჯი რაღაც ისე მოდის რაღაცა მაგრამ გაიხედა ერთი უკან დაინახა ის ჯიგრები უკან დგანან არ მოდიან რა გამომხედა მე აქედან კიდე გაიხედა და აგდო ჯოხი და წავიდა ჩაგეთავის მანქანაში ხო და ამ საქმეზე ვიყავი დაზარალებული ჯერ და მე 3 თვეში რაღაცა იფიქრეს და დაზარალებულიც კი არა და დაზარალებული მე ბრალდებულიც გავხდი ხო და ეთქობა დამებედა მაშინ და ეხლა ხომ მცემეს როგორ მცემეს და ხო ნახეთ რა როგორ დღეში ვიყავი მაგრამ ეთქობა უკმაყოფილოები დარჩნენ მაინც შედეგით რა სწრაფად რო ავდექი ოქ მიცი როდი შეადგინეს ჩემი რომელიც მე სასამართლოში შეიტანეს 2 ივლისს რას ლაპარაკობ 14 მაისს ხომ მცემეს და 2 ივლისს დაწერეს ოქმე და მოსამართლემ რო კითხა რომ კი მაგრამ 2 თვე გავიდაო თითქმისო და მე 2 თვის განმავლობაში როცა მინდაო მაშინ დავწერო ამას ვეთქვა კარგად რომ დაალაგეს რა ხო მაგრამ ვერც დაალაგეს საქმე იმაშია რა აი რა არის არგუმენტი რა არის მიზე რასაკეთები აგინებდი თუ რა იყო რო კითხა მოსამართლემ რომ თქვენ გაგინებდეთ პოლიციელებს არაო ჩვენო არაო აი ესე უმისამართოთ იგინებოდაო რა და კონკრეტულადო კანონს აგინებდაო რა კანონს აგინებდი კანონისთვისაც არ მიგინები რეალურად ახლა ეს ბიზნესი ერთ-ერთი არის ის რომ აქტიურად ხარ ჩართული ამ თუნდაც ამ პოლიტიკურ პროცესებში ხო ახლა მაინც შენი აზრი მაინტერესებს ახლა იმიტომ რომ ზოგადად ეს სამოქალაქო აქტივისტები უფრო ეს რეალურ ამბებს ამბობენ ხოლმე გეგმა რა შეიძლება იყოს ან რას ფიქრობ არჩევნებისთვის აი როგორ ემზადება თუნდაც რაღაცა ოპოზიცია მაინც რა ვიცი რატო გეცინება იცი რა რატო გაგეცი ეს ის შემთხვევა აი ეს არჩევნები კონკრეტულად აქამდე კიდე რაღაცა ისეთი იყო რა აი ეს ის შემთხვევაა როდესაც რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ოცნება აი პირწმინდად წააგებს არჩევნებს რა
პირწმინდა. გზნობს შენ, მაგ ეგ ეს შეგზნება. ხალხში იგრძნობა რა. მე ხო აი სულ რეგიონებში მოძრაობ, სულ რაღაც ხალხთან მაქვს ურთიერთობა, გავდივარ ჩემი ბაბლიდან რა, ესე რომ ვთქვა. ვგრძნობ ამ დამოკიდებულებას და აი ამ განწყობას, რომ ხალხს აღარ უნდა რა ეს მართლა უკვე სიგიჟე ახლა რაც ხდება რა. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგებთ ამ არჩევნებს რა, გაყალბდება ტოტალურად ოცნება ჩემს წარმოსახვაში აიღებს და დაწერს 60%-ად 59.7 და რა ქვია რასრულიც გააჟღერა რასრულიც გააჟღერა შეგვამზადეს ფაქტობრივად რა და მე გვეტყვიან რომ აბა ბიჭებო და გოგოებო აბა ეს ჩემი შედეგია და აბა თქვენ როგორ იცითო და მე თუ დაიწყება მზადება გეგმის რომ დღეს რას ვაკეთებ და ხვალ რა უნდა გავაკეთოთ მაგრა დაგვიანდება რა ხო ნუ ახლა საჭირო მართალია ხო ეხლა საჭირო ამ გეგმაზე მუშაობა მოგზით თქმა მინდა რა და ეხლა ისიც გავიგე რომ ნუ არ გამოდის რა ეს რაღაცა გლობალური ერთობა მაგრამ მაინც რაღაცა ხო უნდა ერთიანი სტრატეგია მაინც შევადგინოთ რა. ბოლო ოცნება გაერთიან და ძალდის ხალასთან. ხალხის ძალა გაერთიან. ოცნება მიხვდა რომ გაერთიანება მჭირდება. ან როგორ ვისთან გაერთიან და დაუძინებელ მტერთან. ხალხის ძალა დაუძინებელ მტრებთან გაერთიან. ოპოზიციამ როგორ ვერ უნდა რავი. ხო, ნუ ეხლა პრინციპში, მაგრამ რა არის იცი ახლა 60%-ს კი შემოგვაპარეს და ზემოდან კიდე ის მოგვაპარეს რომ 12 წელი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ. ანუ ეგეც ხო ეხლა ეს მინიმუმ. ეს მინიმუმ 12 წელი და ეხლა. ამ თორე ხარ რო გითხრან რომ აცი არასოდეს აღარ წავაგებთო ცოტა ეს ხო, ეს უკვე ძალიან აბლობაა. ხო, ძალიან სითავხედე გამოუვათ რა. მინიმუმ 12 წელი ესე იგი არაპირებენ. ფაქტობრივად მეოთხედი საუკუნე მეოთხედი საუკუნე ესე გაიფორმეს ეს ქვეყანა რა და ხო მერე უკვე წავა გადაბარება იქ შვილები წამოეზრდებიან იქ მოესწრებიან რაღაც ამბავი იქნება რა რომ შვილო გადაიბარე ძმაო აჰა შენ დინასტია და კლანები და Game of Thrones-ი გვექნება საქართველოში რა დათო ესე ფაქტობრივად ეხლა რომელი წლიდან ხარ ჩართული ზოგადად აი ამ პოლიტიკურ პროცესებში იცი რა, ნუ ჩემთვის ეს სინამდვილეში რასაც ვაკეთებ ბოლო 7 წელია, ჩემთვის ყველაზე დიდი პოლიტიკაა რა. 2017-დან. 2017 წლის 23 ივლისიდან, ანუ 23 ივლისს პირველი პატრულირება შედგა ჩვენი და იმის მერე თითქმის არ გავჩერებულა. პრინციპში არ გავჩერებულა, უბრალოდ ყოფილა რაღაცა დღეები, როცა ვერ გავდიოდით, როცა ბენზინის ფული არ ქონდა, როცა მანქანა გვიფუჭდებოდა, მაგრამ მთლიანობაში ეს 7 წელიწადი არის აი ეს ხო, სულ გასული ვარ, სულ დღეში, სულ ყრეში, მე მახსოვს 2017 წლამდე ძირითადად ხედავდით ხოლმე უფრო რაღაცა სოციალურ ток-შოუებში ჯაჯანიძესთან, სადაც საუბრობდი სიყვარულზე, სიყვარულზე, რომანტიკაზე, რაღაცა პრობლემებზე საუბრობდი. რაღაცა ქალის და კაცის ერთად, ესეთი თემები. როგორი უნდა იყოს ქალი, როგორი უნდა იყოს. მაიასთან დადიოდი ასათიან. მაიას შედის კომარი ვიყავი, აი ძალიან. ანუ ესე იგი რაღაცა ისეთი ჩაიდინეს ამათმა რომ აი შენ მაგ შენი იმიდან გამოგიყვანეს გაგიდეს კაცი. იცი რა, აი იმ მომენტში რა 2017 წელს რაღაცა რო გითხრა, რაღაც ჩაიდინეს თქო რამაც აი გამაგიჟა და ამბავი. არა, ესეთი რაღაცა ტრიგერული არაფერი მომხდარა რა ამათი მხრიდან. უბრალოდ რაღაც წუთას მივხვდი ხო იცი აი 6 ივლისი იყო თუ ან 4 წავიკითხე კიდე ერთ-ერთი რიგითი სუდაჯღეს რიგითი, მაგრამ რიგითი ნიუსი რომ სოფელ ბერშუეთში რუსებმა კიდევ გადმოწიეს ოკუპაციის ხაზი და წაიღეს კიდე ერთი 30 ჰექტარი ტერიტორია რა, ანუ შემოყოფეს. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო რომ იქვე ეწერა რომ სტუდენტები წავიდნენ და გაშალეს კარვები იქ რა და რაღაცა მოკლედ იქ გამართეს საპროტესტო აქცია და აი უფრო აი ამ სტუდენტების გასვლამ ჩემზე იმოქმედა რომ აი ბავშვები წავიდნენ ახალგაზრდები დაადგნენ და დასცეს კარვები იქ და ანუ რუსებთან დაადგნენ პირისპირ რა და აი ამან ჩემში ეს ინსპირაცია რა შთაგონება გამოიწვია და მოკლედ მეთქი რაღაც უნდა გავაკეთო მეც რა თუ ახალგაზრდები გადიან მეთქი მე რით ვარ ნაკლები რა იცი რა უნდა გითხრა მაგალითად
აი ჩვენი მოსახლეობას ხო იტაცებენ რომ მუდმივად. არ არის ესეთი შემთხვევა რომ მაგალითად იმათაც გადმოუკვეთთიათ თვითონ ეგრეთ წოდებული საზღვარი და ანუ ჩვენ დავაკავოთ რა სიტყვაზე რომელიმე რუსის სამხედრო ხო არის ახლა ისე რომ ჩვეულებრივად გადმოდიან ეგეთი ფაქტები ხო არის რა ხი ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში ერთი ესეთი შემთხვევაა როდესაც ჩვენმა მხარემ დააკავა რუსები ეს მოხდა მაშინ როდესაც ზაზა გახელაძე იყო აი თუ გახსოვს რომ დაჭრეს რა რომ ესროლეს და დაჭრილ წაიყვანეს მე 12 ნახევარი წელი მიუსაჯეს და ხდება შემდეგი რაღაც რომ ხურვალეთთან ვიღაც ადგილობრივი მაცხოვრებელი მუშაობს თავის ბაღში და ორი რუსი გამოეკიდა ისეთ აზარში შევიდნენ რომ ამანაც კარგად ირბინა და ხო ისეთ აზარში შევიდნენ რომ ხურვალეთის ცენტრამდე ზდიეს ანუ ამან იცოდა სად მიდიოდა ახსოვდა სადა პოლიციის განყოფილება და მიიყვანა პოლიციის განყოფილებასთან პირდაპირ ეს ორი რუსი ოუჩი მე რო ისინი იზოლირებულები არიან დააკავ ხო ხო დააკავეს ის ორი რუსი დააკავდა პირადად კიდევ მადლობას ვეუბნები ვინც ეს გააკეთა და ვინც დააკავა მაგრამ აი ჩემი მადლობა მთავრდება იქ სადაც მე ამად ვინც მოუხადა ამად ბოდიში და ლუდი უყიდა და სიგარეტი და ესე მე მიაცილა და ნახევარ საათში უკვე იქ იყვნენ ჩაისვავდნენ ესე სიგარეტი უყიდეს ლუდი დაალევინეს და გადაიყვანეს ისე უკან ხო ეს უკვე არა ის მართლა გმირი ბიჭები იყვნენ არამედ უკვე ხო ზემოდან ვინც მოვიდა აი ისინი რა ვინც იძლევა ბრძანებებს რომ აი მშვიდობიანი ტიპები დალეწეთ მილეწეთ აი ის ტიპები იქნებოდნენ ნოეჯველი თორე პოლიციელები მაგას ნახოთ არ იკადრებდნენ აი ეგეთი кейსი იყო წარმოიდგინე რომ აი ერთი დღეც კი ვერ გაბედეს რომ ჩაესვათ და იმათან წავაჭრებოდნენ რომ ბიჭო ეს ზაზა რო ყავთ მოიტარა აჰა წაიყვანე ეს ორი და გავცვალოთ რა 12 წელი ქონდა მისჯილი კაცს წარმოიდგინე კითხავდი მესაზღვრეებიც ხო რაღაცა ესეთი არ მოსოთ ეს ყველაფერი ანუ ხო არის ესეთი შემთხვევები რომ აი მესაზღვრეებიც აკეთებენ მსგავს გმირობებს შეიძლება რომელიც შეიძლება სხვა ვერ ნახოს რა მოკლედ წარმოიდგინე 2010 წელია სოფელი მერეთი და მოკლედ ერთ-ერთი სპეცრაზმელი ხელმძღვანელი ახერხებს იმას რომ ჩვენი საგუშაგო გადაწია 500 მეტრით წინ. შეწია. ხო, აი შეწია. ერთ დღეს რუსები მოვიდნენ და დახვდათ ქართული საგუშაგო. 500 მეტრი. 500 მეტრი. ეს რა არისო და საგუშაგოა ვინაცვალ. მოკლედ, არ ვიცი ხა როგორ დაალაგდნენ, მაგრამ ისე დაალაგდნენ, რომ საგუშაგო დგას 2012 წლამდე. ხო. იცვლება ხელისუფლება და თვითონ ეს ადამიანი მიყვება, ჩემი მეგობარია, ძმაკაცია, რავი. მეომარია, მოკლედ უმაგრესი. ბიჭო, მიბარებენო შტაბშიო. ბიჭო, შენ გადაწიეო, მაშინო საგუშაგო წინო. გავიშალე მხრებშიო. კიო, აბა. მე ფიქრობ, ეხლა, ნუ მედალი თუ არა. მეწყვიან, რომ ცოტა ხანში რაღაცა პოლკოვნიკი გახდებიან რაღაცა. მოკლედო რა, როგორც გადაწიეო მაშინო. ისე უკან გადმოწიეო, წუხდებიანო ისინიო. რუსებიო? ხო. ეს ქართველები უნებიან. ხო, აი ეს ახალი ხელმძღვანელობა რა, ახალი. როგორც გადაწიეო, აი ესე გადმოწიეო უკანო რა. აბა რა უთხრა მე? იმან უთხრა მეო გადავწიეო და გადმოწევით თქვენქენითო მეო მაგას ვერ ვიზავო რას ლაპარაკობ. ხო და თუ ვერ გადმოწევო, აი ხო განცხადებაო და გედერსან აქედანო რა. გამოუშვა და 40 კაცი მიყვა თან ძალიან მაგარი მეომარი, ძალიან მაგარი სპეცრაზმელი. აი ხვდები, აი მართლა გმირობა კი არა, აი ესეთ პირობებში სროლის გარეშე რო ახერხებ იმას, რომ შენი პოზიციები წინ გადაგაკ, რუსი ამაზე გთანხმდება, ვერაფერს ვერ გიკეთებს. 2010-დან ფაქტობრივად 2 წელი ეგრე იდგა იდგა და არავინ არ წუხდებოდა, ხო და არ უცებ შეიცვალა მთავრობა და ისინი შეწუხდნენ იმ დღეს რა. ხო, იმავე დღეს აი ხა გადაწიეთო და იქ ზემოდან იქიდან იმან დაურეკა, იმან იმას დაურეკა, იმან იმას დაურეკა და აქ უცბად ეს საზღვარი ისე უკან დაბრუნდა სადაც იყო. ხა და მერწმუნე რომ ნება რო იყოს აი ესეთი
გმირობები ესეთი საქციელი იქნებოდა აი ყოველდღიურობა რა და რუსებს ძალიან გაუჭირდებოდათ წინ გადმოწევა ერთი ნაბიჯის გადმოწევაც თუ არ შეეწინააღმდეგე ის გააგრძელებს რასაც თვითონ უნდა იმას გააკეთოს. ფეხბურთში ხო იცი როგორცაა მოწინააღმდეგე გეთამაშება ისე როგორც შენ აძლევ მაგის საშუალებას რა ეგრეა ოკუპაციაშიც თურმე. ეხლა არის იცი ხო ამ ფაქტებში რომ ძალიან ხარ ესე ჩართული ეხლა აი ჯომარდობისთვის აი როგორ იცლი ეგ მაინტერესებს ანუ ხალია კიდე იმიტომ რომ ფაქტიურად ფედერაციის ხელმძღვანელი ხარ და ნუ შენ შემოიტანე საქართველოში ჯომარდობა მაგაზე უნდა მკითხო ეხლა ტურისტები ხო ბევრი მოდის სიტყვაზე რომ აი უნდათ რა ანუ ამ ნავში აი გონიათ რომ აი ამას შეძლებენ. ანუ ხო არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომ სანამ ნავში ჩაჯდებიან, რომ ყელყელაობენ, რომ ახლა ამან რა, ანუ ეგეთი ტურისტები თუ ყოლია თქმა. ორი კატეგორიაა ძირითადი რა. ერთია რომ აუ, ეხლავე თერგზე წამიყვანე ძმაო და მეორე კატეგორია რომ აუ, დავსულდები, რომ ჩავიდგები ნავში. ეგ მაგარია მეორე კატეგორია. არა. დავსულდები და ნავში აი ესე ჩავჯდები, რომ ფეხი არ დამისველდეს და ეხმარები. კი, მოდი, ხო ჩაჯდები და აი აქ მშრალია და რა. და სულად სველი ამოყავს იქიდან. ხო, ნუ ეხა იქიდან მშრალი ამოსული მე ერთხელ მახსოვს რა კაცი რა. მოკლედ გაზაფხულია მაისი ყველაზე მაგარი პერიოდია საჯომარდოდ, აი მაგარი წყალი მოდის, აი ამ გრევს და ხო უშვადიდებულია და ერთი მოკლედ ატყდა რომ აი ის ჩქერი რომ მოდი რა შევიდეთ იქ და ბიჭო მეთქი ამოვტრიალდებით იქ რომ შევიდეთ ვიცი მეთქი ხო და არა მოდი თუ ამოვტრიალ რა მნიშვნელობა აქვს ცადოთო რა ეს მამაცი მოკლედ აღარ აქვს აზრი ლაპარაკს გავსწორდით მოვემზადეთ შევედით და ნუ ამოვტრიალდით აი ესე სახელოვნად რა აი სახელოვნად ამოვტრიალდით აი ყველაზე დიდი ნავით ვიყავით და მაინც 4 მეტრა ნახევარი იყო ნავის სიგრძე სიგანი 2 მეტრი წარმოვიდგინე 10 კვადრატია რა 10 კვადრატია რა და აი 10 კვადრატი 600 კილო ხო ერთი რაღაცა ხრუშოვკა ამოტრიალდით რა ანუ ხელაზე ავედი ტალღა ამოტრიალდი ნუ აი ხა ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ამოვატრიალე მე ნავი რაღაცა ხალხი ავკრიფე და ერთს ვეძებ და არ არის ბიჭო მეთქი ვაიმე ხა დაიკარგე თუ დავკარგეთ მეთქი და ნუ თან დაკარგვა ზარი და დაკარგვაც რა და ხა და უკითხულობ ბიჭო ხო არ დაგინახავთ თქო ეს თქვენი მეგობარი ვეძებ და ბიჭო დავინახე კი არაო ეხლა ცხოვრებაში პირველად დავინახეო ხალხი როგორ კაცი როგორ დარბისო წყალზეო რა ნავი ამოტრიალებული არ იყო ეს წყალზე გარბოდაო იჯდა უკვე მშრალი თქواسე მაგაში გიყვანათ ხო თან ხო იმაში გიყვანა ხო აი ვინ ეს მინდაო და ცხოვრებაში პირველად დავინახეო როგორ დარბიან ესე წყალზეო და ტიპი მშრალი იყო რა აი რომ სანამ მივედი უკვე ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი არის ის რომ შენი შვილი არის ძალიან ნიჭიერი მეკარე. რა ფეხბურთები მოიტანა ამბავიდა. ანუ ესე იგი ეხლა რამდენი წლის არის და ნუ ხო, იცი რა, ნიჭიერი მეკარე მართლა არის. ხო. აი, მართლა ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ ხედავს მოედანს. ფსიქოლოგიურად აი ლაგდება, აი მანამდე თუ ღელავს, გადის და ეგრევე ტერმინატორი ხდება, იქ რა რაღაც ცივი გონებით ალაგებს. მაგრამ ერთი მინუსი აქვს რა. სიმაღლე არ უწყობს ხელს რა. ანუ მამარდაშვილი არ არის. მამარდაშვილიც არ არის და ჯერ მამაც ვერ არის სიმაღლით რა. მამაც ვერ არის. ხო. აი სიმაღლემ შეგვაფერხა რა. მოკლედ ეხა ხო ვხედავ რომ აი მართლა მთელი სულით და გულით ჩართულია ამ ფეხბურთში, მაგრამ აი ეს სტანდარტები უკვე რაღაცა აფერხებს რა მის კარიერულ წინსვლას და მეთქი ნუ რა გავაკეთო რით დავეხმარო ეხა დავიწყე კომუნიკაცია მეთქი იქნებ რომელიმე კლუბში ჩავიყვანო და სინჯებზე და იქნებ რაღაც მეორე მესამე ლიგაში რაღაც ევროპულ გუნდში რაღაცა უპოვო ადგილი რა ეხა ბოლო ოთარ გაბელიაც არისო ეს რა ქვია მაიკლ ჯორდანის სიმაღლეში და რა ქვია ვიტორ ვაიაც და კასილიასიც და ასე შემდეგ რა და მეთქი იქნებ ევროპელებმა რაღაცა ეს ნიჭი დაუფასონ რა ხო და აი ამ ძიებაში დავიწყე მიმოწერა ჯერ ესპანეთთან რა მივწერე ბარსელონას, მივწერე ვალენსიას და მივწერე ატლეტიკოს. მადრიდის ატლეტიკოს. მადრიდის ატლეტიკოს რა.
და გაგიკვირდება და 3 ვეზგან მოვიდა პასუხი. მართლა? კი. ოღონდ პირველი იყო ატლეტიკო რა, ვინც პასუხი გამცა, ვალენსიამ და ბარსამ ცოტა მოგვიანებით. უკვე მაშინ მომწერეს, როდესაც ატლეტიკოსთან შევყევი ურთიერთობას რა. ხო და მოკლედ ბევრი ვისაუბრეთ თუ ცოტა ვისაუბრეთ. მოკლედ ატლეტიკოს ექსკლუზიური წარმომადგენელი ვარ საქართველოში. რა მოულოდნელი დასასრულიკობა. ანუ ატლეტიკოს წარმომადგენელი, ანუ იქამდე მიხვედით ამ საუბარში, რომ საქართველოში შეგიძლია გააკეთო ატლეტიკოს კლუბი, ჩაულებრივად, ხო? ატლეტიკოს აკადემია შემილია, ხო, აკადემია, საფეხბურთო აკადემია შემილია დავაარსო. შემილია ჩავატარო საფეხბურთო ეს ბანაკები. შემიძლია აქედან გუნდები წავიყვანო მადრიდში და ჩაუტარო იქ ატლეტიკოს ბაზაზე შეკრებები. შემიძლია მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გავაკეთო იქაც და აქაც. მოკლედ, აი, რაც გინდათ, ფეხბურთში ისაკეთე ატლეტიკოს სახელით რა. ეგეთი ანუ ეხლა მე რომ მადრიდის ატლეტიკოში დავრეკო რომ საქართველოში რაღაცა პირდაპირ შენ ნომერს მომწერე. აი, იქ დადგა ჩვენი ბრატი და იმას გადავურეკ. შენ ნომერს მომწერე. შენ ნომერს ჩაგიმდებენ ეგრევე რომ აი იმას ეკონტაქტეთ ძმაო. და გააქვს ესე იგი გეგმები ამ მიმართულებით, ხო? იცი რა, ხო, აი ახლა პირველი რასაც გავაკეთებ, ეს არის სექტემბერში ვაპირებ აი ამ კამპუსის, ანუ ატლეტიკოს საფეხბურთო ბანაკის ჩატარებას. თუ სპონსორები ასე ვთქვათ გამიმაგრებენ ზურგს, მაშინ შეუძლებ რომ იქიდან შევარჩიო რამდენიმე ბავშვი და დავუშვათ გავუშვა ერთკვირიანი უკვე კამპუსით მადრიდში რა. და აი აკადემიაზე სიმართლე რომ ვფიქრობ, აი 26-ში თუ მოვიგებთ არჩევნებს. აი მაინც მე უკვე იქნება კონკრეტული ამბავი აკადემიასთან. თუ ვერ მოვიგებთ ყველა მივიდეთ მადრიდში. ყველა მივიდეთ მადრიდში. მე ატლეტიკოს მადრიდის დარაჯა. კაი. დათო ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან. შენ. წარმატებებს გისურვებთ. დათო გაცარავა იყო ჩვენი გაცემის თუ მადლობა. ფასო ტელემაყურებლებო ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში დააგველოდეთ საუკეთესო გადაცემა შემოგთავაზეს შემდეგ პარასკევს რა ვიცი ესე ვფიქრობ რა ხმაურია იქით რა ხმაურია ბატონი თემურია თათარაშვილი ერთი წუთით ბატონო თემურ ჩვენ გვაქვს კითხვები ჟურნალისტები ვარ ჩვენ სვამთ კითხვებს გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა.